მე მინდა ვისაუბროთ თბილისზე, ქალაქზე, რომელიც დღეს სერიოზული არქიტექტურული და ურბანული გამოწვევების წინაშე დგას. ალბათ ყველა ამჩნევთ, რომ თბილისში მომრავლებული უსახური მაღლივი შენობებისა და განადგურებული ლანდშაფტის შედეგად ქალაქი დღითიდღე იცვლის იერსახეს და კარგავს თავის იდენტურობას. იმის მაგივრად, რომ ახალაშენებული შენობა ორგანულად ერწყმანდეს გარემოს, ჩვენთან რატომღაც პირიქით ლანდშაფტის განადგურების ხარჯზე ხდება მშენებლობების პროცესი. კიდევ უფრო საგანგაშოა ის ფაქტი, რომ ლანდშაფტო-რეკრეაციული ზონის სტატუსი იცვლება საცხოვრებელი ზონის სტატუსით. გაიცემა განაშენიანებისათვის გადაჭარბებული კოეფიციენტი, იჭრება ხეები, კლდეები, ქედები, ისევ და ისევ კომერციული თვალსაზრისით. ქალაქი ასეთი სახით ნამდვილად ვერ განვითარდება, რადგან ქალაქი პირველ რიგში ორიენტირებული უნდა იყოს ადამიანზე და არა რომელიმე კონკრეტული ინვესტორის ინტერესებზე მორგებული. ჩვენი საზოგადოების თითოეული წევრსაც აქვს უფლება აქტიურად ჩაერთოს ქალაქის სივრცის წარმოებაში. წინააღმდეგ შემთხვევაში, უახლოეს მომავალში ჩვენ მივიღებთ ბეტონის ჯუნგლებს, სადაც ცხოვრება და საქმიანობა გაუსაძლისი გახდება.